მე-17 მიკრორაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს რუსთავის მერი დავით ჯიქია დაესწრო. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე რუსთავის მერი მოსახლეობას შეხვდა და მიკრორაიონში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო. ადგილობრივი მაცხოვრებლები ქალაქის მერიისგან სადარბაზოებისა და მინის სკვერების კეთილმოწყობას, ასევე ეზოებში სასმელი წყლის ონკანების დამონტაჟებას ითხოვს. რუსთავის მერის განცხადებით აღნიშნული პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრება. Კონდა შეხვედრა მე-17 მიკრორაიონის 3, 4, 5, 6 ნომერის ბინის მაცხოვრებლებთან, ანუ მათ თავიანთი პრობლემები დააყენეს. აღნიშნეს, რომ გზის დაგება კარგია, მაგრამ არის სხვა მრავალი პრობლემებიც. კერძოდ იყო საუბარი სკვერის მოწყობაზე ერთ-ერთ ბინასთან. გადავხედავთ ბიუჯეტი როგორ იქნება და იმის მიხედვით შესაძლებელია გაკეთება. ანუ ჩვენი მიდგომა რაც არის პირველი ეს არის რომ აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს მოქალაქეების და მაცხოვრებლების, ქალაქის მაცხოვრებლების ინტერესები და მის მიხედვით უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. იყო პრობლემები ჭებთან დაკავშირებით, ანუ რემონტის პროცესში დაზიანდა რამოდენიმე მონაკვეთი საკანალიზაციო სისტემის. ანუ ავტომატურ რეჟიმში ჩვეულებრივ საყვანელია კონტროლს და უახლოეს დღეებში, ალბათ ამ დღეს ან ხვალ ეს პრობლემაც გადაიჭრება. დადგა წყლის პრობლემა, მოგეხსენებათ, რუსთავწყალი ცდილობს პროგრამის ფარგლებში, თავის პროგრამის ფარგლებში მილების გადაჭრას, ანუ წყლის სისტემის ჩაჭრას ქალაქში, მოგეხსენებათ, არის ონკანები და მათ გადაკეთებას ახორციელებს. ჩვენ თანხმედრაში მუშაობთ რუსთავწყალთან ერთად, ანუ ისინი ცვლიან საკანალიზაციო სისტემებს, ცვლიან წყლის მილებს. ანუ ალბათ შეიძლება რამოდენიმე დღე სავარაუდოდ შეაფერხოს, რაღაც კონკრეტულ ადგილებში ფერხდება გრაფიკის, მაგრამ ეს პრობლემას არ შეადგენს საბოლოო ჯამში. მე მგონი დღევანდელი მონაცემებით გრაფიკით მიდის ყველაფერი და ის რაც ვადებია, იმ ვადებში ჩაეტევა ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში ხარისხიანად მიმდინარეობს, ასაც ხედავთ რეაბილიტაცია გზების. პირველ რიცხვიდან დავიწყეთ, ვაპირებდით დამთავრებას 20 რიცხვისთვის. წყლის გამო, რაღაც წყლის შეცვლის გამო, მილების გამო, იმიტომ ცოტა შეფერხდა. სიგანე არის ამ მონაკვეთში 330 მეტრი, არის 5 მეტრა და 50 სანტიმეტრი. იქით მონაკვეთში 155 გზივი მეტრი 14 ნომერ ბინასთან არის 5 მეტრიანი სიგანის გზა. ძალიან მიხარია რომ ეს წინსვლა გვაქვს და თუ პადიეზებსაც გაგვიკეთებენ და გაალამაზებენ, ეგრეთ თქვენს არა ვიცი. თლათ მადლობელი ვიქნები.